ლომჯარია ფიშერის საიდუმლო შეხვედრა. გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი და ვერკუთხედში არიან მიმწყდეულები. დაველოდოთ გერმანიის ელჩი რა ტყუილებს მოიგონებს, გამოაპარა თავისი საელჩოდან, თავის მანქანაში რაღაცა სპეცოპერაციით. ქართველი ხალხის დასჯის მოთხოვნა და ელჩის მიერ გაზიარებული სურვილი. რატომ ინახავენ საიდუმლო შეხვედრის დეტალებს საიდუმლოდ შეხვედრის მონაწილეები? დეზინფორმაციული შტურმი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ყოფილი ნაციონალები, ყოფილი მაღალჩინოსნები და ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ. გამოძიება უნდა ჩატარდეს და უნდა დაასაბუთონ, თუმცა ასეთ საკითხს აღგერებენ, მას უნდა გქონდეს საფუძველი და ისინი უნდა იყვნენ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ინფორმაცია სრულად მიაწოდოს სახელმწიფოს. ვის ინტერესია დეზინფორმაციის გავრცელება და ნეგატიური კონტექსტის შექმნა? სწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების мотиваციას დაადანაშაულონ საქართველოს მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება და გამოკითხვები სასამართლოში. საომარი მოქმედებების მერვე დღე ისრაელი ფართომასშტაბიანი შეტევების ახალ ტალღას იწყებს. სურს რომ ბოდიში მოვუხადონ მეზობელ ქვეყნებს, რომლებზეც შეტევა განხორციელდა. ჩვენ არ ვაპირებთ მეზობელ ქვეყნებში შეჭრას. ირანის ბოდიში და საპასუხო რაკეტები. ამერიკის შეერთებული შტატები თეირანს დანებებას ურჩევს. ირანი დანებდა და დამარცხდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. როგორია ვითარება ახლო აღმოსავლეთში? საღამო მშვიდობისა, ეს კურიერია 9 საათზე, მე იზი ბურნაძე ვარ, ვაჯამებ დღის მნიშვნელოვან სიახლეებს. ქართველები საქართველოს წინააღმდეგ და მოქმედი პირები, რომლებიც ქვეყანას უარგუმენტოდ ადანაშაულებენ. ვის ინტერესია საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება და ნეგატიური კონტექსტის შექმნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. უწყება განცხადებების ავტორებისგან კონკრეტულ ფაქტებს ითხოვს. გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი, გუბა სანიკიძე, გიორგი კანდელაკი და გივით არგამაძე დაიბარეს, თუმცა მათივე სურვილით ისინი სასამართლოში მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან. საქმე ეხება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებს, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნის მხრიდან კადრების რეკრუტირებასა და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა. დეზინფორმაციული შტურმი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ოპონენტების ქმედებებს ომში ჩართვის მცდელობად აფასებს მმართველი გუნდი. ვინ რა მოტივით აკეთებს განცხადებებს? ლელა ჯავახიშვილია კურიერის პირდაპირ ეთერში. ლელა, სუსმა გამოძიება უკვე დაიწყო. რა პოზიცია აქვთ განცხადებების ავტორებს? ერთადერთი ვინც დღეს მედიასთან გამოჩნდა გუბა სანიკიძე იყო, სწორედ ის გამოიკითხა პირველი, რომელმაც საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ კონკრეტული არაფერი თქვა. რაც შეეხება თინა ხიდაშელს და გიორგი კანდელაკს, ჯერჯერობით უცნობია მათი გამოკითხვის დრო, თუმცა ცნობილია, რომ სანიკიძის მსგავსად ისინიც საკუთარი სურვილით მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან. მათ რიგებშია გივით არგამაძეც, რომელთან დაკავშირებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საქართველოში არ იმყოფება. მათ განცხადებებთან დაკავშირებით კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება 319 მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ახლო აღმოსავლეთში მოვლენების გამწვავებასთან ერთად გამწვავდა ოპოზიციის რიტორიკაც, ისე როგორც ეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს იყო. ხელისუფლების ოპონენტები სხვადასხვა გზით, სხვადასხვა საჯარო სივრციდან ხმამაღლა საუბრობენ თითქოს საქართველოს ირანის გავლენის ინფრასტრუქტურის ფართო ქსელი, სანქციების გვერდისავლის ქვეყანა და არალეგალურად ტერორიზმის სწავლების ადგილია. განცხადებებს მტკიცებულებები არ ახლავს, თუმცა ახლავს მტკიცებითი ტონი ამ განცხადების ავტორების მხრიდან, რომელთაც საკუთარი ნათქვამის ფაქტებით დადასტურება ახლა სამართალდამცველების წინაშე მოუწევთ. ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას, მათ შორის ტერორიზმთან მინიშნებებს ეხებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. კურიერის შეკითხვის საპასუხოდ სუსში აცხადებენ, რომ უწყება აკვირდება და სწავლობს როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, ასევე მათი ავტორების мотиваციას რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე.
ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით. ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების мотиваციას დაადანაშაულონ საქართველოს მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებები არც ერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ. ამ განცხადებაში არ დაკონკრეტებულა იმ პირების ვინაობა, რომელთა мотиваციითაც უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა, თუმცა უწყება მოგვიანებით დაადასტურა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულები იყვნენ თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და გუბას სანიგიძე და სამივე მათგანი საკუთარი სურვილით საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებოდა. მე ყველა შეკითხვას გავეც პასუხი, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ. რა სახის კითხვები? გუბას სანიგიძის შემთხვევაში საქმე ეხება სავარაუდოდ ამ განცხადებას. ჯიხადის იდეებს ასავლიან ჩვენ მოქალაქეებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე ერთ-ერთი ოპოზიციური არხიდან იუწყებოდა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა ფუნქციონირებს. ეს ჩვეულებრივ ტერორისტების სკოლაა, რომელშიც ამზადებენ მებრძოლებს. გიორგი კანდელაკი კი ჰადსონის უნივერსიტეტისთვის მომზადებულ კვლევაში წერდა. რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები ღიად მოქმედებენ საქართველოში და ხელს უწყობენ თეირანთან მოკავშირე რელიგიურ დოქტრინას. ისინი ასევე ქმნიან ირანისადმი ლოიალურ სასულიერო ქსელებს და უზრუნველყოფენ იდეოლოგიურ მომზადებას, რასაც რელიგიურ განათლებად წარმოაჩენენ. ამ განცხადების ავტორთა სიას მოგვიანებით შეუერთდა გივი თარგამაძეც. ტერორისტების უნივერსიტეტი გოგინებს და მუშაობს მთელი ძალით საქართველოში და სწორედ ისინი ახდენენ ამ ადამიანების ვერბოვკას. ასწავლიან ამ საქმიანობას და ისინი აგზავნიან კონკრეტულ დანაშაულის ჩასადენად მსოფლიოს მასშტაბით. კურიერს სუსში დაუდასტურეს, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია გივი თარგამაძეც, რომელთან დაკავშირებაც პირდაპირ საკომუნიკაციო არხებით ვერ ხერხდება. გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია მედია საშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. დაბარების საფუძვლებთან დაკავშირებით შეუძლია იხილოს ის განცხადება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა დღის განმავლობაში უკვე გააკეთა. ნაციონალური მოძრაობა ყოფილ თანაგუნდელებს ემიჯნება, მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ სენსიტიურ დროს გაკეთებულ მწვავე განცხადებებს პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ის ოპოზიციის პოზიციას ასახავს. ნაციონალური მოძრაობა დგას მშვიდობის, ეკონომიკური წინსვლის, თავისუფალი სამყაროს, შეერთებული შტატების, ისრაელის იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან ირანში. კი, ჩვენ ვართ იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი ირანისთვის, დემოკრატიისთვის და ხომაგი ვართ ამ ხალხის და ჩვენ კი მათ მხარეს ვართ. რაც შეეხება კვლევას, სწორედ ამას ემსახურება ეს კვლევაც. რატომ ჩაანაცვლეს რუსეთის ფაქტორი ირანით? მართლ პარტიაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტებისთვის მნიშვნელობა არ აქვს არც ქვეყნის რეპუტაციულ ზიანს და არც სახელმწიფოს უსაფრთხოებას. უმრავლესობის თქმით, კონკრეტული აქტორები მსგავსი განცხადებებით რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე რისკის წინაშე აყენებენ არა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას, რაც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობად ფასდება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ორგანიზებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება დროული იყო. თუმცა არგუმენტები ექნებოდა და მტკიცებულებები ექნებოდათ, მაგ შემთხვევაში კითხვა ჩდება, რატომ არ წარადგინეს ეს მტკიცებულებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ზუსტად ეს აქტორები გვაბრალებდნენ, რომ თითქოს შავი ხვრელი ვიყავით რუსეთისთვის სანქციების გვერდის არიდებაში. ისინი გვაბრალებდნენ, რომ თურმე ჩვენგან აწვდიდნენ კონკრეტული ქვეყნები რუსეთს რაღაცა ტიპის შეიარაღებას და მსგავს მოღალატეობრივ განცხადებებს აკეთებდნენ. ანალოგიურთან გვაქვს საქმე, ესენი არიან ქვეყნის მტრები, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ იმ ჭორაობის გამო, რომელიც ულახავს საქართველოს რეპუტაციას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ზრდის რისკებს, რომ რაღაცა უბედურება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს, რაზეც ისინი ლოცულობენ და რისი სურვილიც აქვს. დღეს როდესაც ესე ვთქვათ, მთელი რეგიონი არის ცეცხლის ალში გახურდა, შენ გამოდიხარ და ამბობ, რომ თურმე ტერორისტული სკოლა არის და რაღაცები მსგავსი ისწავლება ამ სკოლაში, ანუ რას მოუწოდებ, ესე ვთქვათ, იმ ქვეყნებს, ვინც ებრძვის ტერორიზმს, ხომ, ანუ რას ეუბნები, რომ
საქართველოში მოახდინოს სამხედრო ინტერვენცია. არ შეიძლება თავდაცვის მინისტრი ხელაღებით ესე ყველაფერზე საუბრობდეს. მიცებულებები წარმოაცხვა შემთხვევაში უნდა მიეცეს აუცილებლად პასუხისგებაში და არა მხოლოდ თინახიდაშელი სხვა მსგავსი მოღალატეები. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სახიფათო საკითხი. ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს და უნდა დაასაბუთონ, რატომ აკეთებენ ასეთი მაღალი რისკის შემცველ განცხადებებს, რაც სახიფათოდ შესაძლოა რეალიზდეს, როცა არავითარი საფუძველი მით უმეტეს რაღაც ტერორისტულ სკოლებს, რომელიც უნდა სამიზნედ იქნას შემოხაზული და მიწოდებული, ეს არის აბსოლუტურად დანაშაულის თვალსაზრისით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება 319 მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ცნობილი მარშრუტის უცნობი დეტალები ლომჟარია ფიშერის საიდუმლო შეხვედრა, რომელიც კადრებმა ამხილა, რას მალავს ყოფილი სახალხო დამცველი და რატომ გამოვიდა ფარული შეხვედრიდან ფარულად საელჩოს მანქანით. ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულმა ნაბიჯმა ნინო ლომჯარია გერმანიის ელჩის კარამდე მიიყვანა. ხალხი უნდა დაისაჯოს ვიზით. გავრცელებული ინფორმაციით ამ ფრაზის ავტორი ყოფილი სახალხო დამცველია, სურვილს კი დიპლომატიც იზიარებს, თუმცა რადიკალური ცვლილებების მოლოდინით მოცდას ითხოვს. ელჩი დუმს დეტალებზე არც NGO-ს წარმომადგენელი საუბრობს. რატომ მალავენ კონსპირაციული შეხვედრის შინაარს, თუ კი დასამალი არაფერია, კითხვას მართველი გუნდი ისვამს. სახელმწიფო პარტიისთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ NGO სექტორის წარმომადგენლები და დიპლომატები ქართველი ხალხის წინააღმდეგ კოორდინირებულად მოქმედებენ. ანუკა ბუავა მუშაობს თემაზე, ის უერთდება კურიერის ეთერს. ანუკა, რატომ ინახავენ საიდუმლო შეხვედრის დეტალებს საიდუმლოდ? იზი ეს დეტალები ბუნებრივია ჩვენთვისაც ჯერჯერობით არის გაურკვეველი, რატომ მალავენ თუ კი არაფერი აქვთ დასამალი, ეს არის ის შეკითხვა, რომელიც დღეს მთელი დღის განმავლობაში, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ყველაზე ბევრჯერ დაისვა, თუმცა პასუხი თავად ადრესატების მხრიდან არ არსებობს. ბუნებრივია მთელი დღის განმავლობაში ვცდილობ დავუკავშირდეთ ნინო ლომჯარიას, თუმცა ყოფილი სახალხო დამცველი არც სატელეფონო ზარებს და არც ჩვენ შეტყობინებებს პასუხობს, ისევე როგორც გერმანიის საელჩო, რომელსაც ჩვენ წერილობით მივმართეთ და დავუსვით კონკრეტული შეკითხვები კონსპირაციულ შეხვედრასთან დაკავშირებით. თუმცა მათი დუმილი სახელმწიფო გუნდისთვის არის ერთგვარი დასტური იმისა, რომ ნამდვილად იყო მსჯელობა ქართველი ხალხის დასჯასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თავად ნინო ლომჯარიას, მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს ფაქტობრივად უარი თქვა ჩვენთან კომუნიკაციაზე, ყოფილმა სახალხო დამცველმა სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობის დროს დაადასტურა ის ფაქტი, რომ ნამდვილად იმყოფებოდა ის გერმანიის ელჩთან ფარულ შეხვედრაზე და შესაბამისად ეს დადასტურდა უკვე გუშინაც, როდესაც გავრცელდა ვიდეო მასალა მედიაში ტელეკომპანია იმედის მხრიდან, სადაც ჩანს ის თუ როგორ მიიყვანეს ყოფილი სახალხო დამცველი ზაარბრიუკენის მოედანზე ელჩ პეტერ ფიშერის ავტომობილით, სადაც ის უკვე გადაჯდა მის კუთვნილ ავტომობილში და დატოვა ტერიტორია. ეს მას შემდეგ, რაც უკვე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ამ ფარული შეხვედრის შესახებ. როდის დაარღვევენ დუმილს მხარეები ამ კონსპირაციულ შეხვედრასთან დაკავშირებით და იყო თუ არა საუბარი ვიზების შეჩერების საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია ჩვენ ჯერჯერობით, როგორც გითხარით, ამ შეკითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ ვერც ნინო ლომჯარიას მხრიდან და ვერც მათ შორის გერმანიის საელჩოს მხრიდან. ამ გავრცელებულ კადრებში ზაარბრიუკენის მოედანი ჩანს დანიშნულების საბოლოო წერტილი, სადაც ნინო ლომჯარიას ფარული ევაკუაცია გერმანიის საელჩოდან გერმანიის ელჩთან კონსპირაციული შეხვედრის შემდეგ მოხდა. ვიდეო მასალაში ფიგურირებს ორი ავტომობილი, ერთი ელჩ პეტერ ფიშერს, მეორე კი ნინო ლომჯარიას ეკუთვნის. სწორედ დიპლომატი ფიშერის მანქანიდან გადმოდის ყოფილი სახალხო დამცველი, უცვლის ადგილს მისი მანქანის საჭესთან მჯდომ საელჩოს თანამშრომლს და ტოვებს ტერიტორიას. დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი კი მოედნიდან საელჩოს მანქანით გადის. ჩვენი თვალით ვიხილეთ, ანუ რა იკადრა გერმანიის ელჩმა. გამოაპარა თავისი საელჩოდან თავის მანქანაში და რაღაცა სპეცოპერაციით გადასვა შემდეგ ქუჩაში თავის არნახული რაღაცა სპექტაკლი ჩაატარა. ლომჯარიას ფარული ევაკუაციის ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო გუნდი გერმანიის საელჩოში გამართულ კონსპირაციულ შეხვედრაზე განმარტებებს ელჩი ფიშერისგან ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით ყოფილი ომბუდსმენი გერმანელ დიპლომატთან ქართველი ხალხისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნით მივიდა და თანხმობაც მიიღო. ამ
ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ კი პეტერ ფიშერმა ლომჯარიას საელჩოს ტერიტორია ანუ ჩხეიძის 38 ნომერი ფარულად საკუთარი ავტომობილი დაატოვებინა. გავრცელებული ვიდეო მასალა მართველი პარტიისთვის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ ლომჯარია ფიშერის დიალოგი ქართველი ხალხის დასჯისა და ქვეყანაში არეულობის მორიგი მცდელობის შესახებ შედგა. რა თქმა უნდა, ისინი მუშაობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს. შტირლიცი გეგონებოდათ, ნინო ლომჯარია გამოაპარეს ელჩის მანქანი, თუ შეხვედრა იყო ისეთი ხასიათის, რომელიც უნდა ყოფილიყო, მაგ შემთხვევაში რა საჭირო იყო ამ სპეცოპერაციის ჩატარება. გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი, პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყდეულები და ახსნა განმარტება მოუწევს გერმანიის ელჩს. რატომ დატოვა ნინო ლომჯარიამ დიპლომატიური სამსახურის ტერიტორია ელჩი ფიშერის ავტომობილი თუ დასამალი არაფერი იყო. ყოფილი სახალხო დამცველი კურიერის ზარებს და შეტყობინებებს ამ დრომდე არ პასუხობს. ლომჯარიამ თავი აარიდა მთავარ შეკითხვასაც, რას განიხილავდა გერმანელ დიპლომატთან დახურულ კარს მიღმა და მოითხოვა თუ არა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. გერმანელი დიპლომატისა და ყოფილი ომბუდსმენის ორმხრივი დუმილის ფონზე ლომჯარიას პოზიციების დაცვა დღეს მხოლოდ ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა სცადა. ვიდეო მტკიცებულებების გასაჯეროების მიუხედავად ნაციონალური მოძრაობა ირწმუნება, რომ კონსპირაციულ შეხვედრაში საეჭვო მაინც არაფერია. სააკაშვილის პარტიაში კითხვები არც ელჩი ფიშერის მხრიდან შესაძლო დიპლომატიური ეთიკის დარღვევასთან დაკავშირებით უჩნდებათ. ნინო ლომჯარია წლების განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო ის ბენეფიტები ევროკავშირის მხრიდან, რომელიც აქვს. თუ ვინმე არის პრობლემა, არის ქართული ოცნება. ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით ფიშერისა და ლომჯარიას ფარული შეხვედრა ეჭვებს აჩენს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. მონაწილე მხარეების დუმილი კი ხალხის ძალისთვის მხოლოდ თანხმობის ნიშანია, რომ NGO-ები გერმანელ დიპლომატთან კოორდინაციით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას და ამ გზით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავენ. ქართულ საზოგადოებას ამზადებენ დარტყმისათვის. ვიზა ლიბერალიზაცია რაც მათ შეიარაღებაში არის ბოლო მცდელობა და შესაძლებლობა, რომ საზოგადოებაზე იმოქმედონ, ურჩევნიათ ბომბები წიოდეს საქართველოში და ამ ფონზე ნახონ საკუთარი პოლიტიკური სარგებელი. შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ ასიაფასებს სახელისუფლებო გუნდი ყოფილი სახალხო დამცველისა და გერმანელი დიპლომატის გასაიდუმლოებულ შეხვედრას, რომელიც უმრავლესობის შეფასებით ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსაც აზიანებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ NGO-ებთან ფარული კომუნიკაციითა და ქართველების დასანქცირებაზე მსჯელობით ელჩი ფიშერი ქვეყნის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას ავლენს. კონსპირაციული შეხვედრებია, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ხალხის წინააღმდეგ შეთქმულების განხორციელებას. რაც შეეხება ქალბატონ ლომჯარიას, მან თავის დროზე ინატრა ბომბების წვიმა დედაქალაქში და იმან ინატრა გამანადგურებელი ომი საქართველოში და თავისთავად ცხადია, რომ ახლა მათ უნდათ რომ როგორღაც ეს ზეწოლის ინსტრუმენტად გადააქციო ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ქართული ხალხის წინააღმდეგ. ეს არის ზუსტად მეხუთე კოლონა, რასაც ქვია ლომჯარია და მისნაირები აბსოლუტურად ესენი არიან ქვეყნის მტრები, რომლებიც არზუნავენ ერთი წამი და ერთი წუთი არზუნავენ ქართულ ხალხს. არ არის გასაკვირი თუ ნინო ლომჯარია იყო იქ ესე ვთქვათ ფარულად, ესე კონსპირაციულად. კონსპირაციული შეხვედრის შესახებ ამ დრომდე დუმს და კურიერის კითხვებს არ პასუხობს გერმანიის საელჩოც. უცნობია ისიც, რას გულისხმობდა პეტერ ფიშერი, რომელმაც მედიის ინფორმაციით უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ყოფილი ომბუდსმენის მოთხოვნას მხარი დაუჭირა და ნინო ლომჯარიას უთხრა, რომ უნდა დაელოდონ მომდევნო პერიოდს, როდესაც შეიძლება რაღაც მოხდეს, რაც რადიკალურად შეცვლის სიტუაციას და ვიზის თემასაც ჩაკარგავს. ტრული განცხადებებისა და ქმედებების მიუხედავად საქართველოს მშვიდობას ინარჩუნებს, რეგიონში კი ომის გეოგრაფია ყოველდღიურად ფართოვდება. საომარი მოქმედებების მერვე დღე და ცეცხლში გახვეული თეირანი ამერიკა ირანს დანებებას ურჩევს, ისრაელის სამხედრო ოპერაციის ახალ ფაზას იწყებს, თეირანი კი უკან დახევას არ აპირებს. ცეცხლის რკალში გახვეული ახლო აღმოსავლეთი და ვითარება, რომელიც უკიდურესად მწვავეა, სამხედრო ობიექტები, ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები და ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი. ამერიკა-ისრაელის სამიზნე გასწორებულია, თუმცა ომი მხოლოდ ფრონტზე არ მიმდინარეობს. ძალთა დიდი თამაში, სადაც ერთ მხარეს სამხედრო ავიაცია, მეორე მხარეს კი გეოპოლიტიკა და მსოფლიო ეკონომიკა. ამ ფონზე კი ცეცხლის ალტერნატივად დიპლომატიურ ძალისხმევას არც ერთი მხარე არ აღიარებს. როგორ გამოიყურება ომის რუკა დღეს? მირიან გორგოძე ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. მირიან, როგორია ბოლო ცნობები ცხელი წერტილებიდან?
რეგიონში განვითარებულ მოვლენებს თუ თვალს გადავავლებთ, შეგვიძლია საკუთარი მნიშვნელობიდან გამომდინარე დღეს გამოვყოთ ირანის პრეზიდენტის განცხადება, რადგან ასევე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ამ განცხადებამ შესაძლოა გარკვეული გარდატეხაც კი შეიტანოს კონფლიქტის მიმდინარეობისას. ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთმა ლიდერმა ბოდიში მოუხადა სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებს, რომლის წინააღმდეგაც ირანმა ბოლო დღეების განმავლობაში სამხედრო იერიშები განახორციელა და განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, რომ ირანმა მიიღო გადაწყვეტილება აღარ დაესხას თავს მეზობელ ქვეყნებს იმ შემთხვევების გამოკლებით, თუ სპარსეთის ყურის ეს ქვეყნები თავად არ მიიღებენ ირანის წინააღმდეგ რაიმე ტიპის შეტევის განხორციელების გადაწყვეტილებას. თუმცა ამავე დროს საკუთარ განცხადებაში ირანის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ირანის დანებებას, რადგან ირანი ძველებურად გააგრძელებს ბრძოლას ირანის პრეზიდენტის განმარტებით შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ. ეს განცხადება თავის მხრივ ირანის დამარცხებად და დანებებად აღიქვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას დადებითად აფასებს. მან რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთხელ შეაფასა სამხედრო პროცესის მიმდინარეობა და განაცხადა, რომ კონკრეტული დღეების განმავლობაში იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია, უკვე ფაქტობრივად განადგურებული არის ირანის სამხედრო ინდუსტრია და მრეწველობის უდიდესი ნაწილი და ამავე დროს არის ლიკვიდირებული ისლამური რესპუბლიკის ის ლიდერები, რომლებიც მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ირანში ძალიან კარგად ვმოქმედებთ. შედეგს თავად ხედავთ და ეს მართლაც შთამბეჭდავია. 3 დღეში მათი საზღვაო ძალების 42 ხომალდი გავანადგურეთ. მათ შორის ზოგი ძალიან დიდი იყო. ეს მათი ფლოტის დასასრულია. გავანადგურეთ მათი საჰაერო ძალები, გავანადგურეთ მათი კომუნიკაციები. საქმე მათთვის კარგად არ მიდის. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ბირთვულ იარაღთან. ჩვენ რომ არ დაგვერტყა, ისინი გამოიყენებდნენ ბირთვულ იარაღს. ჩვენ მსოფლიოს კეთილი საქმე გავუკეთეთ. ოპერაციას 10 ქულიდან 15-ს დავუწერდი. მიუხედავად ირანის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებისა იმის შესახებ, რომ ირანი აღარ განახორციელებს სამხედრო იერიშებს სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ, ბოლო ცნობების მიხედვით სპარსეთის ყურის ქვეყნებში კვლავ ისმის აფეთქებების ხმა. როგორ განვითარდება მოვლენები რეგიონში და რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ მომდენო დღეების განმავლობაში დაპირისპირებული მხარეები, ჩვენს მიერ მომზადებულ რეპორტაჟში დეტალურად შევკრიბეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში მიმდინარე პროცესები რეგიონში. სურს ბოდიში მოუხადო მეზობელ ქვეყნებს, რომლებზეც შეტევა განხორციელდა. შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო ძალების მიერ ირანში დაწყებული სამხედრო იერიშებიდან ერთი კვირის თავზე ირანის პრეზიდენტი ბოდიშს უხდის სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანიდან დაიბომბა. მესუთ პეზეშკიანის სიტყვებით, ირანის სურვილი არ არის მეზობელ ქვეყნებში შეჭრა და ეს პრობლემა დიპლომატიურად უნდა გადაწყდეს. თუმცა ბოდიშთან ერთად საკუთარ განცხადებაში ირანის პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ ირანი დანებებას არ აპირებს. ჩვენ არ ვაპირებთ მეზობელ ქვეყნებში შეჭრას. ამიერიდან მათზე თავდასხმა არ განხორციელდება. თუ ეს ქვეყნები ჩვენ არ დაგვესხმებიან თავს. ეს საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს. მოწოდება უპირობო დანებების თაობაზე ოცნება, რომელიც საფლავში უნდა წაიღონ. თუ ფიქრობენ, რომ ჩვენ უპირობოდ დავნებდებით. ირანი დანებდა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დამარცხდა. ასე გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი პეზეშკიანის ბოდიშში. ტრამპმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა, რომ ამიერიდან ირანი ახლო აღმოსავლეთში მოძალადე ვეღარ იქნება. ირანმა, რომელიც ჯოჯოხეთისკენ მიდის, ბოდიში მოიხადა და დანებდა აღმოსავლეთში თავის მეზობლებს. პირობა დადო, რომ მათ აღარ დაარტყამს. ეს დაპირება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის შეუჩერებელი თავდასხმის გამო დადო. ისინი ახლო აღმოსავლეთის კონტროლის ქვეშ მოქცევას და მართვას ცდილობდნენ. ათასობით წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი დამარცხდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ირანი აღარ არის ჩაგვრელი ახლო აღმოსავლეთში. არამედ ის არის დამარცხებული ახლო აღმოსავლეთში და ასე იქნება მრავალი 10 წლეულის განმავლობაში, ვიდრე არ დანებდებიან. ან უფრო სავარაუდოა, სრულად არ ჩამოიშლება. დღეს ირანს ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებენ. ირანის ცუდი ქცევის გამო სერიოზულ განხილვაშია სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი იმ ტერიტორიებისა და ადამიანთა ჯგუფებისთვის, რომლებიც ამ მომენტამდე სამიზნეებად არ განიხილებოდნენ.
ირანის ბოდიშის და დაპირების ფონზე კვლავ რთულია ვითარება სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ამ კადრებში ჩანს, როგორ ვარდება ირანული დრონი დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ინციდენტის გამო რეისები დროებით შეჩერდა, თუმცა მოგვიანებით ავიაკომპანია ემირატებმა განაცხადა, რომ ფრენები განახლდება და მგზავრებს აეროპორტში გამოცხადება შეუძლიათ. საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ გასული ღამის განმავლობაში 4 ირანული კამიკაძე დრონისა და 2 ბალისტიკური რაკეტის გაუვნებელყოფის შესახებ განაცხადა. აფეთქებების ხმა ისმოდა ირანშიც, როგორც მიმდინარე დღის, ასევე გასული ღამის განმავლობაში. შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა თეირანის მეჰრაბადის აეროპორტს დაარტყეს. ეს ის ტერიტორიაა, რომელზეც შეტევა ისრაელის სამხედრო შენაერთების მხრიდან 4 მარტსაც განხორციელდა. დაიბომბა ირანის მიწისქვეშა რაკეტების საწარმოები და ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სამხედრო აკადემია. ისრაელის საჰაერო ძალების 80-ზე მეტმა ავიაგამანადგურებელმა მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში 230 ბომბი ჩამოაგდო. პარალელურად ისრაელი ბეირუთში ჰეზბოლას პოზიციებსაც უტევს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო იერიშების შედეგად ბოლო 24 საათში სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბეირუთი ვერ ასრულებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების განიარაღების ვალდებულებას. ჰეზბოლას თავდასხმები თუ გაგრძელდება, ლიბანის სრულ ფასს გადაიხდის. ბეირუთმა ვერ შეასრულა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების განიარაღების ვალდებულება, როგორც ეს 2024 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. თქვენ აიღეთ ვალდებულება დაიცვათ შეთანხმება და განაიარაღოთ ჰეზბოლა და ეს არ ხდება. იმოქმედეთ და მიიღეთ ზომები, სანამ კიდევ უფრო მეც გავაკეთებთ. საპასუხო დარტყმები განხორციელდა ირანის მხრიდანაც. კამიკაძე დრონების გამოყენებით ერაყის ტერიტორიაზე ირანმა შეტევა განახორციელა ბასრაში განლაგებულ ენერგოინფრასტრუქტურაზე და აეროპორტზე. საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა ისრაელის დიდ ქალაქებშიც, იერუსალიმის და თელ-ავივის ცაზე კვლავ გამოჩნდა ირანული რაკეტები. ირანს მხოლოდ 200-მდე ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარი რჩება. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ. მათი ცნობით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ირანში 300-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარი გაანადგურეს. ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში კი საერთო ჯამში 3000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. სამიზნეებს შორისაა ბალისტიკური რაკეტების საცავები და ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სამეთაურო ცენტრები. ირანის რეჟიმი უკანასკნელი შაჰის მემკვიდრის შეფასებით ჩამოშლის პირასაა. ფაჰლევიმ ირანის გარდამავალი მთავრობის ფორმირების შესახებ გამოაცხადა და არაბულ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მიმართა. ირანელმა ხალხმა ამ მომენტისთვის სისხლით გადაიხადა, რეჟიმმა სასაკლაო მოაწყო, სულ რაღაც 2 დღეში 10,000-ობით ჩემი თანამემამულე მოკლა, მაგრამ ამან ხალხი არ გატეხა. სამაგიეროდ თავად რეჟიმი იმსხვრევა. დღეს ისტორია გვახსენებს ჩვენს მომავალ პოტენციალს. ირანელმა ხალხმა მომიწოდა რეჟიმის დაცემის შემდეგ გარდამავალ პერიოდს გავზღოლოდი. მე პასუხისმგებლობა ავიღე. ახლა მე ვთხოვ ჩვენს მეგობრებს არაბულ სამყაროში შემოგვიერთდნენ, რათა მოიმზადონ ჩვენი გარდამავალი მთავრობის აღიარებისა და მასთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ავაჩენებთ ჩვენს ქვეყანას არა ექსპანსიის მიზნით, არამედ ირანელი ხალხის მსახურებისთვის. ჩვენ ავაგებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს, არა იდეოლოგიის ექსპორტის, არამედ ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე. ჩვენ ხელახლა მოვახდენთ რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობა. შეერთებული შტატებისა და ისრაელის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, სამხედრო იერიშები მომდევნო დღეებშიც ინტენსიურად გაგრძელდება. 7 ხდომა და 1 მიზანი ფასების შემცირება სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე. რატომ არის მაღალი ფასნამატი პროდუქტებზე? საკანონმდებლო ორგანოს კარი ამჯერად ქსელური მარკეტების წარმომადგენლებისთვის იხსნება. პარლამენტის დროებითმა კომისიამ კომპანიების საოპერაციო ხარჯებთან ერთად ისიც უნდა დაადგინოს, თუ რა განაპირობებს ბაზარზე მაღალ ფასებს. სახელმწიფო პარტია დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება გრძელვადიანი ეფექტის მომტანი იქნება. ინიციატივის ავტორი, რომელმაც ფასები უნდა შეამციროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრია. გადაწყვეტილების მიზანი კი მოქალაქეების კეთილდღეობა.
ჩვენი მიზანია რომ მოკლე პერიოდში მივიღოთ პირველი შედეგი. პარლამენტის დროებითი კომისია, რომელიც სურსათის, წამლებისა და საწვავის ფასების შემცირებაზე მუშაობს, მომავალი კვირიდან ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს მოусმენს. რა განაპირობებს საქართველოში სამომხმარებლო მაღალ ფასებს და რა გზებით მოხდება ბაზარზე ფასების კლება. რამდენიმე პრობლემური მიმართულება უკვე გამოიკვეთა. კომისიის თავმჯდომარე ფასწარმოქმნის ჯაჭვზე მიუთითებს და ამბობს, რომ შესწავლილი იქნება როგორც კომპანიების საოპერაციო ხარჯები, ასევე ის თუ რა განაპირობებს პროდუქტებზე მაღალ ფასებს. საერთო ჯამში ძირითადი პრობლემები გამოხატულია სახეზე არის და ჩვენი მიზანი არის რომ შევქმნათ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც საშუალებას მოგცემს ამ ფასწარმოქმნის ჯაჭვში ურთიერთობები იყვნენ პროგნოზირებადი და საერთო ჯამში შევძლოთ ის რომ სექტორში კონკურენცია გაჯასახდეს. ჩვენი მიზანი არის რომ ისეთი ინსტიტუციური ცვლილებები მივიღოთ, რომელიც საშუალებას მოგცემს რომ მნიშვნელოვანი კორექცია მოხდეს ბაზარზე კლების მიმართულებით. სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე საპარლამენტო კომისიამ იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან იმუშავა. დისტრიბუტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ პროცესი ფასების შემცირებაზე დადებით გავლენას მოახდენს. იმედს ვიტოვებთ, რომ კომისია საბოლოოდ საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან შეხვედრის შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად შესაბამისი რეგულირების შესახებ. გამოიკვეთა ის, რომ პრობლემა არ დგას მწარმოებლისა და დისტრიბუციის მხარეს და რჩება ერთი მხარე, რომელთან მიმართებაშიც რა თქმა უნდა შესაძლებელია რიგი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ისე რომ არ დაზიანდეს, რამაც საბოლოოდ დადებითი ზეგავლენა უნდა მოახდინოს მომხმარებელზე და იმ ფასზე, რისი მოლოდინიც გააჩნია თითოეულს. სამუშაო ფორმატში მონაწილეობს საპარლამენტო ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დარჩენილები კი კომისიის მუშაობას აკრიტიკებენ და პროცესს პესიმისტურად აფასებენ. მაღალ ფასებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია მოწყვეტილია იმ რეალობას და სინამდვილეს, რომელიც საქართველოშია. მაღალი ფასების მიზეზი არის ქართული ოცნება. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში ამბობენ, რომ ინიციატივა, რომელიც სამომხმარებლო ფასების შემცირებას უკავშირდება, მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით კი ნებისმიერი გადაწყვეტილება გრძელვადიანი ეფექტის მომტანი იქნება. კომისიის მთავარი ამოცანა არის ის, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს ფასწარმოქმნის ჯაჭვი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, სურვილი არ არის ის, რომ ფასებმა რაღაცა ერთჯერადად დაიწიოს. ჩვენი სურვილი არის, რომ სისტემური გადაწყვეტილება შევთავაზოთ ამ ფასწარმოქმნის ჯაჭვში მონაწილე ყველა დარგის წარმომადგენელს, იქიდან გამომდინარე, რომ ფასები, როდესაც დაიწევს, შემდეგ უკვე რაღაცა საახალწლოდ არ მოხდეს ფასების გაზრდა. ხომ ეს უნდა იყოს სისტემური გადაწყვეტილება და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დიდი ალბათობით აპრილის ბოლოსთვის, როდესაც მუშაობა მორჩება, უკვე კონკრეტული მიმართულებებით ფასები იქნება დაწეული. კომისიამ უკვე არაერთი შეხვედრა გამართა, ჩვენ გავესაუბრეთ მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს. ახლა უკვე გვაქვს დაგეგმილი, რომ შევხვდეთ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს. ერთიანად შემდეგ შეჯამდება, დაიდება დასკვნა და გამოიკვეთება შესაძლებლობები თუ როგორ შეიძლება რომ ქვეყანაში მუდმივად მზარდი ფასები იქნას დარეგულირებული. პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სამუშაო შეხვედრების შემდეგ პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. საპარლამენტო დროებითი კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილში დაასრულებს. ომში ჩართული პრეზიდენტის ომი ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში ვის იცავენ და რას მალავენ, ეს ის მთავარი კითხვებია, რაც გახმაურებული საქმის გარშემო არსებობს. წარსდგება თუ არა შტატების 42-მე პრეზიდენტის შემდეგ 47-ე ზედამხედველობის კომიტეტის წინაშე კითხვას აჩენს 10 გვერდიანი ახალი მასალა, რომელიც გუშინ გავრცელდა. გამოქვეყნებული 3 მილიონი დოკუმენტი, 100,000-ობით ვიდეო და ფოტო მასალა, გამოკითხული ცნობილი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები. გახმაურებულ საქმეზე გამოძიება გრძელდება. ჯეფრი ეპშტეინის გახმაურებულ საქმეზე, რომლის დანაშაულის მასშტაბები ამერიკის ფარგლებს ცდება, იუსტიციის დეპარტამენტმა ახალი 10 გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია 2019 წელს ჩაწერილი ინტერვიუების სერია იმ დაზარალებულ ქალთან, რომელიც სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. 6 მილიონიანი დოკუმენტაციის შესწავლა გრძელდება. ახალ ფაილებში ნახსენებია ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის
პრეზიდენტიც. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე დემოკრატიული პარტიის წევრი რობერტ გარსია აცხადებს, რომ გამოკითხვაზე დონალდ ტრამპიც უნდა მივიდეს. ჩვენ გსურს დაველაპარაკოთ ამჟამინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. იმედი მაქვს თავმჯდომარე კომერი და რესპუბლიკელები შემოგვიერთდებიან მოთხოვნაში, რომ მოვიწვიოთ ადამიანი, რომელიც ფაილებში იმაზე ხშირადაც კი ფიგურირებს, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი. მან შეკითხვებს პასუხები უნდა გასცეს. გამოქვეყნებულ ფაილებს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ბრალდებებს სრულიად უსაფუძვლო უწოდა. ეს არის სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები და არც ერთი სანდელტკიცებულებით არ არის გამყარებული. ამ ბრალდებების უსაფუძვლობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჯო ბაიდენის იუსტიციის დეპარტამენტმა ფაილების შესახებ იცოდა და 4 წლის განმავლობაში არაფერი მოიმოქმედა. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი სრულიად უდანაშაულოა. კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა ეფშტეინის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორიც დაიბარა. პამ ბონდის გამოკითხვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იუსტიციის დეპარტამენტი ეფშტეინის დანაშაულებისა და ამსახველი დოკუმენტების დაფარვაში დაადანაშაულეს. ფაილებთან ცდომა კი კომიტეტის ინფორმაციით სწორედ ბონდის ჰქონდა. თვეების განმავლობაში გენერალურ პროკურორს ბონდის გადამწყვეტი როლი ჰქონდა თეთრი სახლის მიერ ეფშტეინის ფაილების დამალვის ორგანიზებაში. მან არ შეასრულა ჩვენი ორპარტიული მოთხოვნა ფაილების ჩასწორების და კორექტირების გარეშე გაისაჯაროვებინა. ამერიკელი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალობას, გადარჩენილები იმსახურებენ სამართალს და ჩვენ ვითხოვთ პასუხებს. მანამდე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ზედამხედველობის კომიტეტის კითხვებს შეერთებული შტატების 42 პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა უპასუხეს. დაკითხვის ჩანაწერები 3 მარტს გამოქვეყნდა. კლინტონებმა თითქმის 4 საათიანი საუბრის განმავლობაში არაერთხელ უარყვეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია ჯეფრი ეფშტეინის დანაშაულების შესახებ. წარმოდგენა არ მქონდა მათ დანაშაულებრივ საქმიანობაზე. არ მახსენდება, რომ ოდესმე შევხვედროდი მისტერ ეფშტეინს. არასოდეს მიფრენია მისი თვითმფრინავით. არც მის კუნძულზე, სახლებში ან ოფისში ვყოფილ ვარ. ამასთან დაკავშირებით დასამატებელი არაფერი მაქვს. ამ დრომდე ჯეფრი ეფშტეინის საქმის 6 მილიონიანი მასალებიდან მხოლოდ ნახევარი 3 მილიონი დოკუმენტია გამოქვეყნებული. საზოგადოებამ უკვე იხილა 2000-მდე ვიდეო და 180,000 ფოტომასალა. უკვე გამოიკითხა არაერთი ცნობილი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. საქმესთან დაკავშირებით დაკავებული იყო დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრინცი ენდრიუ მაუნტბატენ უინძორი და შტატებში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი პიტერ მანდელსონი. მალე ზედამხედველობის კომიტეტის წინაშე წარსდგება და კომიტეტის შეკითხვებს უპასუხებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრი ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ეკვადორის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია განადგურებულია ნარკოტრაფიკინგში ბრალდებული ბანაკი. დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. მანამდე კი ეკვადორის პრეზიდენტმა კოლუმბიას ბრალი დასთო, რომ ისინი ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საკმარის ძალისხმევას არ ავლენენ. განადგურებული საცხოვრებელი სახლები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი ქუჩები პერუში ძლიერი წყალდიდობა. სტიქიამ მათი ათასობით ადგილობრივი დააზარალა, მათ დასახმარებლად სამაშველო სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, თუმცა ოპერაციას ამინდი ართულებს. მიმდინარეობს ზარალის დაწვაც. ძლიერი წყალდიდობის გამო რამდენიმე რაიონში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დაბრუნდეთ საქართველოში. კომედიის პირველი თეატრი და მეორე პრემიერა პაატა გულიაშვილისა და ნიკა არაბიძის დაარსებული თეატრის სცენაზე ამჯერად ლუარსაბისა და დარეჯანის ქმერები გააცოცხლეს. სპექტაკლი ილია ჭავჭავაძის კაცი ადამიანის მიხედვით დაიდგა. კომედიის თეატრი, რომელიც მაყურებელს გახსნის დღიდან ბევრ სიცილს დაჰპირდა, ტრადიციას არ ღალატობს. სპექტაკლმა ამჯერადაც ანშლაგი ჩაიარა და მაყურებელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მოწონება რომ დიდია, ამას მოთხოვნაც მოწმობს. მიმდინარე თვეში სპექტაკლზე დასასრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ორმოცდაათია. გამაიცნო. გონება აქ და გამაიცნო.
ლუარსაბი და დარეჯანი პიესა ერთმოქმედებად ილია ჭავჭავაძის კაცია ადამიანის მიხედვით სცენაზე გაცოცხლდა. სპექტაკლის პრემიერა გულიაშვილის კომედი თეატრში შედგა. მთავარ როლებს თელავის თეატრის მსახიობები ასრულებენ. ჩემი როლი იყო ლუარსაბ თათქარიძის და თვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო როლი არის თეატრალურ სივრცეში. და ბედნიერი ვარ რომ მეც მერგო ეს რაც გამოცდილება რომ ეს როლი ვითამაში. მადლობა პაატას ამისთვის, ამ ემოციებისთვის, რაც დარბაზიდან ვიგზენი, რაც მუშაობის პერიოდში ვიგზენი. სპექტაკლში ვასრულებდი დარეჯანის როლს და ძალიან საინტერესო იყო. პაატას მოწვევით მოხდა ჩემი ამ როლზე დანიშვნა და როგორ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად რაღაცა დარეჯანი უფრო რაღაცა მაინც შიშისა და იმის ქვეშ ვიყავ. მე მგონი რომ ცუდი ნამდვილად არ იყო. ემოციებმა დაადასტურა. ჩაჯიბიტი. აბა რაიცი ჩვენზე? კითხი აბა. თავარი სათქმელის საინტერესო გააზრება თანამედროვე ელემენტებით. თეატრმცოდნე ფიქრია ყუშიტაშვილი ამბობს, რომ სპექტაკლი ბევრ გულშემატკივარს შეიძენს და აუცილებლად დაიკავებს საკუთარ ადგილს ილიას ამ ნაწარმოების სასცენო ინტერპრეტაციის ნუსხაში. სათქმელი, რომელიც ასევე საოცრად თანამედროვე ჟღერს, ძალიან ბევრი რამ არის სახალისო, სასაცილო, ბევრი სარკაზმი, მაგრამ არის იმავდროულად საოცარი სევდა და ნაღველი. ურომლისოდ ლუარსაბის და დარეჯანის ისტორია არის წარმოუდგენელი. იქნება შენთვინა. ერთი ბალხი. იდეის ავტორიც და სპექტაკლის რეჟისორიც პაატა გულიაშვილია, რომელიც ამბობს, რომ კომედი თეატრმა, რომელიც ახლახანს გაიხსნა, საკუთარი აუდიტორია უკვე მოიპოვა. მარტის ბილეთები უკვე გაყიდულია. ძალიან კარგია ერთი ის, რომ უნახავად ჯერა მაყურებელს ჩვენი და პირდაპირ ყიდულობს ბილეთს, მაგრამ მეორეა, როცა მოდიან და თავად რწმუნდებიან და კიდე ხელმეორედ უჩნდებათ სურვილი მოსვლის ჩვენს პატარა და ლამაზ და კოხთა თეატრში. ყოველი პარასკევის შაბათი კვირა სპექტაკლები გვაქვს და არ მოვაწყენთ ჩვენი, ასე ვთქვათ, კარგ ხასიათზე დამაყენებელი სპექტაკლების ჩვენებას ჩვენს კარგ თეატრში. 13 ასურელი მამის 95 ნომერში გახსნილმა პაატა გულიაშვილის კომედი თეატრმა მაყურებელს მეორე პრემიერა შესთავაზა. 45 კაციან დარბაზში წარმოდგენები ანშლაგით იმართება. ასეთ იყო კურიერი 9 საათზე. მე ამ ინფორმაციით გემშვიდობებით. თქვენ კი დარჩით რუსთავი 2-ზე, წინ გელოდებათ გადაცემა 100 მღერიან საქართველოში. ნახვამდის.